გამარჯობა. ბევრივით მეც მიყვარს საქართველოს შესახებ ცხოველების ჩანაწერების კითხვა. მათი შენიშვნების გაცნობა და იმაზე დაკვირვება თუ სად იარეს, რა ადგილები ნახეს და საბოლოოდ რომელი მოგონებები აისახა მათ მოგვიანებით გამოქვეყნებულ წიგნებში. დღეს სწორედ ერთ ასეთ მოგზაურზე მინდა მოგიყვეთ თავისი დროის ცნობილ პუბლიცისტსა და სამოგზაურო ავტორზე, პაულ რორბახზე, რომელმაც საქართველოში გავლით, მაგრამ ორჯერ იმოგზაურა. 1898 და 1901 წლებში. 1898 წელს ის პალესტინაში მიდიოდა არც მეტი არც ნაკლები საქორწინო მოგზაურობაში. პაულ რორბახი მეუღლესთან ერთად გავლით საქართველოშიც იყო. აქ მათ ცნობილი თბილისელი სომეხი კულტურის მოღვაწე, ძალიან საინტერესო ადამიანი, აბგარ იოანისიანი მას პინძლობდა. მინდა ორიოდე სიტყვით რობახის 1903 წელს გამოცემულ წიგნზე გესაუბროთ. წიგნს ეწოდება კავკასიიდან ხმელთა შუა ზღვამდე და მასში რამდენიმე გვერდი საქართველოსაც ეთმობა. კერძოდ, მყინვარწვერის პირველად დანახვას და მიღებულ შთაბეჭდილებებს, საქართველოს სამხედრო გზას, რომელიც უამრავი მოგზაურისთვის იყო გამორჩეული გამოცდილება, რაღაც სახიფათოს და ეგზოტიკურს შორის. წიგნში ის ასევე აღწერს თბილისში, სასტუმრო ლონდონში დავინავებას, სეირნობას აღმოსავლური ყაიდის ბაზარში, ვახშმობას ქალაქისათვის ასე დამახასიათებელ ბაღ-რესტორნებში. აი რას წერს რორბახი. კავკასიური პირობების კვალობაზე გამორჩეულად არისტოკრატიულ რესტორანში ვიყავით. საჭმელ-სასმელი წინასწარ იყო შეკვეთილი და საღამოხანს აქ მოსულებს სუფრა უკვე გაშლილი დაგხვდა. ბაღის ერთ მონაკვეთში ერთი ძალზე მხიარული ჯგუფი მოკალათებულიყო პატარა ფანჩატურში და ღვინოს შეექცეოდა. ქალებიცა და კაცებიც ქართველები იყვნენ. მათთვის სამი სპარსი უკრავდა. მუსიკას თანსდებდა მსმენელთა აღფრთოვანებული აპლოდისმენტები. საჭმელები შესანიშნავი გახლდათ. სუპი, რომელსაც ჩიხირთმად იხსენიებდნენ, მოხარშული ქათმით კეთდება, რასაც ემატება ზაფრანა, ნაღები, წვანილები და შაქარი. ჩვენი გემოვნებისა და კუჭისთვის ცოტა უცნაური კერძების ჭამას კახური ღვინო გვიადვილებდა. სიმართლე გითხრათ, ჩიხირთმაში შაქარი არასდროს გამიგია. საინტერესოა, თარგმანში დაიკარგა ჩვენი ავტორი, არასწორად გაიგო რა უთხრეს, თუ ჩიხირთმა შაქარს მართლაც უკეთებენ და მე არ ვიცი. პაულ რორბახის წიგნიდან საქართველოს შესახებ დაწერილი რამდენიმე გვერდი ქართულად უკვე ვთარგმნეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მცირე კვლევის თანხლებით მალე გამოიცემა სტატიის სახით. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ თქვენს გაინტერესებთ ქართულ-გერმანული კულტურული კავშირების ისტორია, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, მე აქ ამ პლატფორმაზე სხვა დროსაც არაერთ საინტერესო ამბავს გაგიზიარებთ.